სახვითი ხელოვნება, ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები. ამ სახელწოდების საერთაშორისო სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა. ღონისძიება ქართველი მხატვრის ირაკლი ფარჯიანის დაბადებიდან 75 წლის თავს მიეძღვნა. ხელოვანისა და მისი ქმნილების როგორც ერთიანი სისტემის შესახებ. საყოფაცხოვრებო კულტურა, ხელნაკეთი ნივთები და თანამედროვე ხელოვნება, ტიპოლოგიური ასპექტები, კულტურა და ხელოვნება. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სიმპოზიუმის მონაწილეებმა მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. საერთაშორისო სიმპოზიუმი 10 დეკემბერს საზეიმოდ დაიხურება. ეს სიმპოზიუმი ეძღვნება ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მხატვარს, მე ვიტყოდი გენიალურ ხელოვანს, ირაკლი ფარჯიანს, მისი დაბადებიდან 75 წლის თავს. და ამ სიმპოზიუმმა თავი მოუყარა როგორც საქართველოში მოღვაწე მეცნიერებს, მკვლევრებს, ახალგაზრდებს, უკვე სახელოვანებსაც, ისე უცხოეთიდან ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ხელოვნებათმცოდნეობას და განსაკუთრებით იმ საკითხებს ეხებიან თავიანთ სამეცნიერო საქმიანობაში, რომელიც დიდწილად დაკავშირებულია იმავე პრობლემატიკასთან, იმავე თემატიკასთან, რაზეც მუშაობდა ირაკლი ფარჯიანი. არაერთ საინტერესო მოხსენებას მოვისმენთ. გარდა ამისა არის პროგრამაში ჩართული ძალიან საინტერესო სხვა აქტივობებიც. ირაკლი ფარჯიანის სახელი არის გამორჩეული ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში, ნამდვილად ეს თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია სიმპოზიუმი იმ მხრივ, რომ სწორედ თესეუ მასპინძლობს უკვე მეორეჯერ და იმედია იქნება ეს ტრადიციული, მის ფარგლებში იქნება როგორც სამეცნიერო კონფერენციები, სამეცნიერო მუშაობა, ასევე არის სტუდენტების გამოფენა, ნამუშევრების, დაგეგმილია ვორქშოპი, ასევე პრაქტიკული მუშაობა სტუდენტების ჩართულობით და მე ვიტყოდი, რომ ეს კიდევ ერთი ხაზგასასმელი მნიშვნელოვანი ფაქტორია, სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ჩართულობა, რადგანაც მათთვის სახვითი ხელოვნება ისეთი სფეროა, სადაც ესეთი აქტივობები ბრჭყალებში, ასე ვთქვათ, კლასგარაში, რომელიც მარტო სასწავლო პროცესს არ ეხება და ეხება გამოფენას, ვორქშოპში მონაწილეობას, მომავალი შემოქმედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების სტუდენტებმა მივიღეთ მონაწილეობა გამოფენაში. წარმოდგენილი არის ნახატები ჩვენი სიმპოზიუმის თემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ტრადიციებს, კულტურას და შესაძლებლობას. თითოეულმა ჩვენმა სტუდენტმა ესეთი მხატვრული გადაწყვეტილება მიიღო, რომ შეედგინა კომპოზიცია, რომელშიც გამოსახავდა ერთ კონკრეტულ ქვეყანას და კულტურას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა მოეწყო. აქ წარმოდგენილი იყო ვიზუალური ხელოვნების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის სტუდენტების ნამუშევრები.